წლევანდელი წელი ქართული ღვინის აქტიური მარკეტინგული კამპანიით დაიწყო. ამჯერად აქცენტი ჩვენი ღვინისთვის ნაკლებად ტრადიციულ, მაგრამ პრესტიჟულ ბაზრებზე კეთდება. როგორია ღვინის მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის ბოლო შედეგები და რა პერსპექტივები აქვს ქართულ ღვინოს ბრიტანეთში, საფრანგეთში, შეერთებულ შტატებში, იაპონიასა თუ შვედეთში. თემაზე ეკონომეტრის სტუმარია ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი. ბატონ გიორგი, მოგესალმებით და დიდი მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით, მადლობა თქვენი. ბატონ გიორგი, წლის დასაწყისი როგორც წესი არ გამოირჩევა ექსპორტის მხრივ დიდი მოცულობით, თუმცა გასულ წელს ექსპორტის თითქმის 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა, წელს კი მხოლოდ იანვარში 151%-იანი ზრდა გვაქვს შემოსავლების კუთხით. რისი დამსახურებაა ეს ყველაფერი, ასეთი პოზიტიური დინამიკა და რამდენად გაგრძელდება ის წლის მანძილზე? კი ბატონო, მოგახსენებთ, დინამიკას არ შეეხება, ეს წელი მართლაც ძალიან აქტიურად დაიწყო, თქვათ ესეთი 20-ჯერ გაზრდილი არის ექსპორტი წელს, იანვრის თვეს თუ ავიღებთ და თებერვალში საკმაოდ კარგი ციფრები გვაქვს, უბრალოდ თვის ბოლოს დაველოდებით, დღეს საღამოს დასრულდება და დავთვლით ამ თვის მონაცემებს. ზოგადად ტენდენცია არის მატებისკენ, რაც მისასალმებელია და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე შენარჩუნდება ეს მიმართულება. მიზეზები ალბათ ბევრი შეიძლება ჩამოთვალოთ, მაინც მთავარი არის დარგის, მეღვინეობის დარგის თანმიმდევრული მუშაობა, რაც გამოიხატება, რომ შეთანხმებულად გეგმის მიხედვით ვასრულებთ ჩვენს ღონისძიებებს, ყველა ჩვენ საქმეს ვინაწილებთ და შედეგებიც გვაქვს. ანუ ეს შედეგი მთავარ საექსპორტო ბაზრებზე ეკონომიკური ვითარების დასტაბილურების შედეგია თუ ახალ არატრადიციულ ბაზრებზე გვაქვს მიღწევები? ანუ თუ სტატისტიკას გადავხედავთ, მიღწევები ან დადებითი შედეგები გვაქვს როგორც ტრადიციულ ბაზრებზე, სადაც დასტაბილურდა მდგომარეობა და გადაზიდვებიც გაიზარდა, მაგრამ ასევე არის გაზრდილი ექსპორტი ახალი ბაზრების მიმართულებით და რაც მისასალმებელია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრების მიმართულებით, როგორც ახსენეთ, იგივე ევროკავშირის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, აზია, ჩინეთი განსაკუთრებით. გასაგებია, ბატონ გიორგი, თქვენ ახლახან დაბრუნდით შეერთებული შტატებიდან. წლევანდელი მარკეტინგული კამპანია ზოგადად საკმაოდ აქტიურია. თებერვალში ქართული ღვინო გავიდა მაგალითად იაპონიაში, შვედეთში, საფრანგეთში ქვევრის ღვინის გამოფენა შედგა. ეს არატრადიციული ბაზრებია, როგორც წესი. რა პერსპექტივები იკვეთება ჩვენთვის ახალ ბაზრებზე? ანუ რამდენად გვაქვს პოტენცია, რომ მაღალი კლასის ღვინის კატეგორიებში დავიმკვიდროთ ადგილი? კი ბატონო, მოგესალმებით. ანუ ეს ბაზრები, რომლებიც ჩამოთვალე, ეს არის ახალი ბაზრები, სადაც ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ დივერსიფიცირება სწორედ ამ ბაზრების ხარჯზე მოხდეს და საკმაოდ პერსპექტივები, ან შედეგები გვაქვს, ექსპორტი გაზრდილია, მაგრამ პერსპექტივა, ანუ მიზანი რაც გვაქვს ამ ბაზრებზე გაცილებით უფრო ამბიციურია, ვიდრე ის შედეგები, რასაც ახლა ვხედავთ. თუმცა ნაბიჯ ეტაპობრივად მივდივართ ამ მიზნისკენ. პოტენციალი ნამდვილად არის და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ახლა ხანს გახდით და მართლა გამოიკვეთა გაზრდილი ინტერესი ჩვენი ღვინის მიმართ. გასაგებია, ცნობილია, რომ საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდება ასევე ბრიტანეთის ბაზარზე, რომელზე გასვლაც პრესტიჟის საკითხია. რას ამბობენ ბრიტანელი ექსპერტები? როგორია ჩვენი ღვინის პოზიციონირება დღეს ლონდონის ბაზარზე და რა მაჩვენებლებზე შეიძლება გავიდეთ? კი ბატონო, დიდი ბრიტანეთი, როგორც მოხდა, პრესტიჟული, მაგრამ პოტენციალიც ძალიან დიდი აქვს, პოტენციურად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა მსოფლიოში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად და თქვათ პერსპექტივებზე რო ვისაუბროთ, იგივე ექსპერტებთან საუბარი, იგივე ექსპერტებთან ჩვენ საუბრობდით 5-10 წლის წინათაც და თქვათ გაცილებით ნაკლები იყო, მაშინ ცნობადობა და ზოგადად ინტერესიც და მოლოდინი, რომ ეს ჩვენი ღვინო იქ მეტად შევიდოდა, თუმცა ყოველწლიურად ინტერესი იზრდება, ცნობადობა იზრდება და მომხმარებელი არის არამხოლოდ როგორც ექსპერტები აცხადებენ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან წასული მომხმარებელი, ვინც იცის უკვე ქართული ღვინო, არამედ ახალი თაობა და ახალი ბრიტანელი იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, ადგილობრივი მომხმარებელიც ინტერესდება ქართული ღვინით, ქართული ღვინის ისტორიით და კულტურით, რასაც ყოველთვის ხაზს უსმებთ მარკეტინგული ღონისძიებების დროს. ბატონ გიორგი, თქვენ შეერთებული შტატების ბაზრის პერსპექტივაზე საუბრობდით, შესაბამისად, საინტერესოა რა პერსპექტივებია და რა მაჩვენებლებზე შეიძლება გავიდეს ქართული ღვინო შეერთებულ შტატებში? თქვათ, იგივე ზრდა წინა წლებთან შედარებით ბოლო 3 წელია სტაბილურად იზრდება, ექსპორტი ამერიკის მიმართულებით 20-25% გვაქვს ზრდა ყოველწლიურად, თუმცა ჯერჯერობით სადაც 300,000 ბოძზე ვართ ასული და მიზანი გაცილებით მეტი არის, იმედი გვაქვს, რომ ძალიან ახლო მომავალში გაორმაგდება და გასამაგდება ეს რაოდენობები. გასაგებია, რაც შეეხება ქვევრის ღვინოს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მარკეტინგული კამპანიის მთავარ კოზირად ითვლება, მაგრამ რამდენად ამართლებს ეს მარკეტინგი
გულისვლა დასავლურ ბაზრებს მაინც შედარებით მსუბუქი, ეგრეთ წოდებული ევროპული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები მოსწონთ. დასავლეთის ბაზარზე თუ ვისაუბრებთ, ანუ განვითარებული ბაზრები, იქ სადაც ღვინოს აფასებენ და კარგად იცნობენ, იქ უფრო სხვა პრობლემაა, რომ ისინი კარგად იცნობენ იმ ღვინოს, რომელსაც მოიხმარებენ ფრანგული, იტალიური, ესპანური თუ ახალი ქვეყნის ღვინოები, უფრო იქ შესვლა უფრო რთულია თორემ გემოს მხრივ, ქვევრის ღვინო, ტრადიციული ქართული მეთოდებით დამზადებული ღვინოები, ქართული ჯიშებით დამზადებული ღვინოები გაცილებით მეტი ინტერესი იწვევს, იმიტომ რომ ეს არის გათვითცნობიერებელი, პროფესიონალი მომხმარებელი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ღვინის ისტორია და როდესაც ის გებულობს, რომ ეს არის ღვინის სამშობლოდან, რომელიც დამზადებულია საფერავისგან, ქაცეთელისგან, ქისი, რომელიც ნელ-ნელა უკვე უფრო მოდაში შემოდის ამ ბაზრებზე, ინტერესი უფრო მეტი არის. რა თქმა უნდა, მათ მსუბუქი ღვინოებიც მოსწონთ, მაგრამ ძლიერი და ხასიათიანი ღვინოები ყველა პროფესიონალ მომხმარებელს მოწონს. მათ შორის ქართულიც. გასაგებია, ბატონ გიორგი, სულ ახალი ამბავია, რომ ქართველების გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა ღვინის ნულოვანი მერიდიანი ჰოლივუდის დამოუკიდებელ დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. შესაბამისად, საინტერესოა თუ იგეგმება მარკეტინგის, ხელოვნების და კულტურის მიმართულებით უფრო მეტად განვითარება. ანუ ამ ფილმზეც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და სწორედ ესეთი ფილმები, ესეთი ღონისძიებები, ყველაფერი, რაც ქართული ღვინის კულტურის ტრიალებს ძალიან გვეხმარება ღვინის დარგს ჩვენი ცნობადობის გაზრდაში. იგეგმება, თქვა, იგივე ამ პროექტშიც ღვინის ეროვნული სააგენტო მონაწილეობდა, ეს პროექტი წლებია მიმდინარეობს და ესეთი კარგი შედეგები დასრულდა, რაც მისასალმებელია, რა თქმა უნდა. მომავალშიც აუცილებლად ჩვენ ყოველთვის ჩვენს კულტურაზე, ისტორიაზე და კულტურის უძველესობაზე ვაკეთებთ ხოლმე აქცენტს, ასე რომ ამ გზების გამოყენების გარეშე უბრალოდ მარკეტინგული ღონისძიებები ძალიან რთული იქნებოდა. ძალიან დიდი მადლობა, მე მინდა წარმატებები გისურვოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი იყო ჩვენი დღევანდელი სტუმარი. გადაცემას კი სამშაბათის ტრადიციული რუბრიკით